ღორის გრიპზე ვისაუბრებთ, რომელიც გავრცელებულია ახლა, რა იწვევს, რა სიმპტომები აქვს, როგორ მივხვდეთ, რომ ეგ არის და როგორ ვუმკურნალოთ და არა მარტო ღორის გრიპი. მოკლედ, როცა ამბობენ გრიპს, გულისხმობენ ერთ-ერთ ვირუსს, რომელსაც პირდაპირ გრიპის ვირუსი ქვია. როცა ამბობენ გაციებას, გულისხმობენ უფრო მსუბუქ ფორმას, რომელსაც ასევე ვირუსები იწვევს, მაგრამ არა გრიპის ვირუსი. ანუ ჩვენ საუბრობთ გრიპის ვირუსზე ამ შემთხვევაში და გრიპის ვირუსის ერთ-ერთი ფორმა არის ღორის გრიპი. ღორის გრიპი 2009 წელს შეერქვა H1N1, როცა პანდემია იყო ღორის გრიპის და მაგიდან თავიდან ღორებს დაემართათ და ღორებიდან გადმოვიდა ადამიანებზე და ამიტომ დაერქვა ეგ. ეხლა რა არის, რითი გამოირჩევა? გამოირჩევა და იმითი, რომ აი ახალგაზრდებს ემართებათ ბევრს და თან მაღალი სიცხეებით. და ამით არის ცნობილი. და ახლაც ასეა. ბევრს ვისაც ახალგაზრდას ემართება ეს გრიპი და აქვს მაღალი სიცხეები რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს როგორც წესი არის ღორის გრიპი, H1N1. მეორე გრიპის ვირუსიც არის ახლა, რაც მოდებულია და ცირკულირებს, ეს არის H3N2, მაგრამ შედარებით იშვიათია და უფრო მეტად არის ასაკოვან ხალხში გავრცელებული, ის უფრო საშიშია. რა სიმპტომები აქვს ახლა? გრიპი იწყება ერთბაშად, ანუ თუ ეს ნელ-ნელა რო ცუდად ხდება ადამიანი და ესე ეგ გაცება უფრო. და აი ერთბაშად რო იწყება ცხელება, ანუ სიცხე, ერთბაშად რო ცუდად ხდება ადამიანი, რო გაიღვიძებს და უკვე ცუდად რო არის, ეგ არის გრიპი, როგორც წესი. მაღალი სიცხე ახასიათებს, შეიძლება იყოს 39-იც, 40-იც. და ან საშიში არ არის ეგ სიცხე, როგორც წესი, განსაკუთრებით თავიდან რომ მაღალია, ეგრე იცის ხოლმე და მერე ნელ-ნელა ჩამოდის. სიცხე დაახლოებით გრძელდება 3-დან 5 დღემდე, შეიძლება 7 დღეც ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ტენდენცია უნდა იყოს კლების, ანუ ქვევით უნდა მოდიოდეს. თუ ადამიანი ხედავს, რომ სიცხე არ იკლებს, მაშინ მეტი ყურადღება საჭირო, იმიტომ რომ პნევმონიის რისკია. სიცხესთან ერთად სხეულში, აი სხეულის მტრევის შეგრძნება აქ ადამიანს, ან ტკივილის შეგრძნება, სახსრების ტკივილის შეგრძნება, ან კუნთების, სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება შეიძლება ქონდეს, შეიძლება არა, ბავშვებს უფრო ხშირად, დიდებს უფრო ნაკლებად და ცხვირიდან ჩამონადენი ყელის ტკივილი, ან ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომი. ხველა შეიძლება დარჩეს დიდხანს. დიდხანს გულისხმობ, რამდენიმე კვირა შეიძლება დარჩეს, მას შემდეგ რაც გრიპი გაივლის, ხველა შეიძლება დარჩეს. ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში გრიპი გადის უპრობლემოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჟღერს საშიშად, ის რომ ვთქვათ, ადამიანს, რომელიც ზოგადად შეიძლება ძალიან ჯანმრთელია და ეხლა 4-5 დღის განმავლობაში სიცხე აქვს, ეს მისთვის დისკომფორტის შემქმნელია, მაგრამ როგორც წესი იმუნური სისტემა უმკლავდება კარგად, მაგრამ მაინც საშიშია, უფრო მეტად იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სუსტი იმუნიტეტი, განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტი, ვისაც აქვს, ან იმ ადამიანებში, ასაკოვან ადამიანებში, ქრონიკული დაავადებებით, მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებებით. თუ ადამიანს აქვს მაგალითად ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი, რა თქმა უნდა, ყოველი გრიპი სიმპტომებს უძლიერებს და უმძაფრებს. შესაბამისად, გრიპის ვირუსის თავიდან ანაცილება სასურველია, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში და რისკ ჯგუფები არიან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით და ამისთვის არსებობს ვაქცინა. ვაქცინა ეფექტურია უმეტეს შემთხვევაში. რაც შეეხება, ვისაც მაინც დაემართება და მათ სითხეების მიღება მნიშვნელოვანია. სითხეებიდან თითქმის ყველაფერი, ან წყალი, ჩაი და ამ შემდეგ ყველაფერი კაი რასაც მიიღებს ადამიანი, უმეტესად თუ ადამიანი აღებინებს, მაშინ ელექტროლიტების მიღება მნიშვნელოვანია, გულისრევა აღებინება თუ აქვს, იმიტომ რომ ელექტროლიტებს კარგავს ადამიანი. მით უმეტეს თუ ძლიერი გულისრევა აღებინება აქვს, ელექტროლიტები შეიძლება პირდაპირ იყიდოს, შეიძლება სახლში, მაგალითად ცოტა მარილი, ცოტა შაქარი, დაასხი წყალი და ეგა ელექტროლიტები დალიოს, ბორჯომი, რა თქმა უნდა, და მსუბუქი საჭმელები, იოგურტი და ასეთი საკვები. წამლებიდან ოსალტამივირი, ანუ ეს ტამიფლუ, ძალიან პოპულარულია, შეიძლება იცით. ეს არის ანტივირუსული წამალი, რომელიც შველის გრიპის ვირუსს და უშუალოდ გრიპის ვირუსს შველის, სხვებს არ შველის, ამიტომ
მის ის უაზროდ დალევას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ უშველის სხვა, თქვათ, გაცების ვირუსებს არ შველის, მარტო გრიპის ვირუსს შველის. მაგრამ თუ ადამიანს ეს ღორის გრიპი აქვს, მაშინ შველის, განსაკუთრებით თუ პირველ 48 საათში დაიწყებ. ან მაგალითად, აი ოჯახის წევრს დაემართა ეგეთი ძლიერი გრიპი, ხო? პრევენციულადაც შველის. თუ იცი რომ გრიპია, მისი მიღება პრევენციულად შველის და ან პრევენციულად ნიშნავს რომ მაგალითად ჯერ სიმპტომები არ აქვს ადამიანს, მაგრამ მაინც იღებს. იმიტომ რომ ძალიან მაღალი გადამდებობა აქვს ამ გრიპს და თითქმის 80% წამცირებს იმის რისკს, რომ თქვათ ოჯახის წევრს მე დაემართოს ეს გრიპი. სამკურნალოთაც საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ესეთი მაღალი ეფექტურობა არ აქვს, როგორც პრევენციის შემთხვევაში აქვს. სხვა კონკრეტული წამალი არ გვაქვს, მაგრამ ნუ სიცხის დამწევად, პარაცეტამოლი, გაცების ჩაები შესაძლებელია, ტერაფლუ და ეგენი. ხო, ნუ ტამიფლუ და ტერაფლუ არ უნდა აერიოს ადამიანს, რა თქმა უნდა, ერთმანეთში. ეს ტერაფლუ არის ჩაი, გაცების, ჩვეულებრივი და ეს ტამიფლუ არის ანტივირუსული წამალი, სხვა რაღაცა და კოლდრექსი და კიდე ბევრნაირი გაცების ჩაები. თაფლი კაია, ყელის ტკივილისთვის და ხველისთვის განსაკუთრებით კარგია და ამებს ყელის ლორწოვანს და ამისთვის კარგია, თან მცირე ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და ანტივირუსული მოქმედება მცირედ გამოხატული, რომელიც ასევე მეტნაკლებად კაია. ნიორიც თუ ადამიანს შეუძლია, რა თქმა უნდა, ნიურის ჭამა, მასაც აქვს ანტიმიკრობული თვისებები და იმუნიტეტის სტიმულირება შეუძლია, შესაბამისად მისი მიღებაც კარგია. 1 ან 2 კბილის დღის განმავლობაში ლიმონი ან C ვიტამინი პირდაპირ, C ვიტამინი 500 მგ დღის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 1000-იც გაჩნია სიტუაციას. და თუთია საკვები დამატებიდან ხველისთვის თაფლი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, ოღონდ თაფლი პატარა ბავშვებში არ შეიძლება, 1 წლამდე ბავშვებში არ შეიძლება ბოტულიზმის რისკის გამო და ასევე შესაძლებელია სუროს ექსტრაქტი, რომელიც ხველისთვის ერთ-ერთი კარგ საშუალებად მიიჩნევა. ამბროქსოლი იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ადამიანს ამოხელება უჭირს და სქელი ნახველი აქვს, გვაინფენეზინი ასევე კარგია გრიპის ხველის დროს, ეგენი ხველის პრეპარატები. ხველა შეიძლება დარჩეს 1-2 კვირა, მიუხედავად იმისა, რომ გრიპმა გაიარა. თუ ადამიანს გაუმჯობეს და სიმპტომები და მერე გაუარეს და სიცხე მისცა სუნთქვა გაუჭირდა, მაშინ ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ფილტვების ანთება. ფილტვების ანთება შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული. თუ ნახველიანი ფილტვების ანთება აქვს ადამიანს, სქელი ნახველი აქვს, მწვანე, ყვითელი, მუქი, მაშინ უფრო მეტად ეჭვი შეიძლება მიიტანო ბაქტერიულ ფილტვების ანთებაზე. თუ მშრალი ხველა აქვს ადამიანს და სუნთქვა უჭირს და ტკივა სუნთქვის გულმკერდი, მაშინ ეგ უფრო ვირუსული ფილტვების ანთებაა. ორივეს ყურადღება ჭირდება. და მით უმეტეს ასაკოვან ხალხში და იმ ადამიანებში, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს, ინფლუენსა, ეს ვირუსი, მათ შორის ღორის გრიპი და არც H3N2 და მეტიც H3N2 უფრო მეტად საშიშია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქის სისტემის დისტრესი და ამას შეიძლება ადამიანს შეეწიროს კიდეც. ამიტომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, თუმცა ის უნდა გვახსოვდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში პროგნოზია კარგი. სიცხის დამწევად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი არ არის რეკომენდირებული ანალგინი, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, რომელიც არ არის დოზა დამოკიდებული. ან ეს გვერდი ეფექტები წამლებს აქვს უმეტესად დოზა დამოკიდებული, რომ მაღალ დოზებში იწვევს, დაბალ დოზებში არ იწვევს. ანალგინზე ესე არ არის, ან მაღალ დოზებშიც, დაბალ დოზაშიც იწვევს აგრანულოციტოზი ზოგ შემთხვევაში, რომელიც ძალიან არასასურველი შედეგია ორგანიზმისთვის. შესაბამისად, ანალგინი არ არის რეკომენდირებული. ამაზე იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ ბევრი ადამიანი იყენებს მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება. ამიტომ ან პარაცეტამოლი, ან იბუპროფენი. ანტიჰისტამინურები შესაძლებელია, თუ ადამიანს ძლიერი ალერგიული ფონი აქვს
ან ალერგიული ხველა აქვს, ან ძლიერი ჩამონადენი ცხვირიდან, წყლისებრი, ასეთ შემთხვევაში ეგ ალერგიული ფონია მნიშვნელოვანი და შესაძლებელია მისი გამოყენება. ხო, ანტიალერგიულებში იგულისხმება რა თქმა უნდა ეს ცეტირიზინი, ლორატადინი, დესლორატადინი, სუპრასტინი. თუმცა სუპრასტინთან აძინებს მაგალითად დიმედროლი კიდე. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ჯამურად მაინც პროგნოზი კარგია ამ ყველაფერს და საშიში უმეტესად არ არის, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა, თავის გაფრთხილება საჭიროა, ზედმეტად ადამიანმა არ უნდა იაროს ესეთ დროს, ჯობია რომ დარჩეს სახლში და გამოვიდეს ორგანიზმს და იმუნურ სისტემას მისცეს დრო აღდგენისთვის და სხვა მხრივ ყველაფერი იქნება კარგად. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.